შემდგომში ძალიან ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს რა. ანუ იცი რას გულისხმობ? აი ხო რო გადავხედოთ ბოლო 5-6 წლის საქართველოს პოლიტიკას ძალიან ბევრი ისეთი აი თავისთავადი მითი იმსხვრა რომელიც ჩვენ გქონდა რა. აი ხა ბევრჯერ მithქვამს რა ხა გაიხსენეთ ხახო 5 წლის წინ ვიღაც კიჟიმანტასის ნათქვამზე რა ელეთ-მელეთები გვემართებოდა და რა ხდებოდა ქვეყანაში ხო გახსოვთ ხო რომ აი ცალსახად ანგაჟირებული არარაობა როგორც ის ვიღაც ტიპები იყვნენ რაღაცას იტყოდნენ და მთელი ქვეყანა გლოვობდით. სანამ ერთ დღეს არ აღმოვაჩინეთ რომ მათ აზრს არაფერი არანაირი ფასი არ გააჩნია და ეს რო აღმოვაჩინეთ, უცებ ტიპებიც გაქრენ. და ეხაც ასეა რა რომ ევროკავშირის და ჩვენი ვითომ მეგობრების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ბევრ ამას ადასტურებს. პირველ რიგში შალომ ადასტურებს ერთ დეტალს, მათ უსუსურობას. ანუ მე რას გულისხმობ რა რომ აი ხა გავიხსენოთ რა რომ აი ადრე ევროკავშირის პოლიტიკა სხვანაირი იყო რა. რო აი ხა მაგალითად თქვენ გახსოვთ ხო რომ აი ხა ამერიკის ელჩი რაღაც 2 მეტრიანი სანთელთ რო ედგა ეკლესიაში ხო? ანუ ხო გახსოვთ ხო რომ და აი რაღაც 10 წლის წინ რომელიღაც ელჩი რო რაღაცა ქართულად იმღერებდა და ქართულ ჩოხა ანუ რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა როცა სასაცილო იყო. ხო, კი, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ჩვენს მოსახლეობის გულს მოიგებდნენ. ეხლა რა ხდება? მართლმადიდებლობა არ გჭირდება, თქვენ ვინ ხართ რაღაცა ეს გააკეთეთ, ანუ ჯერთ ეს პირველი რიგში მაჩვენებელია რომ მართლა პოლიტიკური კლასის დეგრადაცია მოხდა. რაც აისახა უკვე ბიუროკრატიათაც. მაგრამ მეორე მაჩვენებელიც არის რომ ჩვენ შევიცვალეთ. ანუ ჩვენ აღარ ვართ ისეთი. აღარ ვიღწევთ. ჩვენ აღარ ვართ აი ტურისტულ ტრიუკებზე რა. აი ხო ჩვენ არა ვართ ესეთი აი ტიპები რომლებიც მათთვის ვარსებობთ რა. ანუ ჩვენ არა ვართ აი ადამიანები რომლებიც ვცდილობთ მათ გემოვნებას მოვეგოთ რა. ანუ ჩვენ ყველა ანუ რა იცი აი ჩვენ ვეცადეთ სხვათა შორის გულწრფელად ვეცადეთ. მშავა რა იცი მაგრამ როცა ეგზისტენციური საკითხი დაგვიდგა ყოფნა არ ყოფნის მაშინ უბრალოდ ეს ყველაფერი მშავა არის ერთი დეტალი რა რომ მათ არც კი გასჩენია ეჭვი რომ ჩვენ რო არ ვიომეთ, რატო არ ვიომეთ რა, იმიტომ რომ ხო ხტები ხარ რომ მათ წარმოდგენაში რა ვიცი, ქართველი ხალხი რომელიც გმირულად იომებდა და მოწყდებოდა, აი მაგარი ტიპები არიან და აი ყველა რაღაცას შეიძლება აი რაღაცა აი იმაზე ფრეიმებიც გაეკეთებიათ საქართველოს დროშით, მაგრამ ნუ ჩვენ აქ რადგან ჩვენს ცხოვრებას შეეხებოდა, ამაზე ვარი ვთქვით. აღმოჩნდა რომ ეს მიზეზი იყო საკმარისი იმისთვის რომ 180 გრადუსით შეცვლილიყო. მე გეთახმებ შენ, მაგრამ მე სხვა ასპექტზე მინდა გავამახვილო ყოველდღე. ელჩს აქვს ძალიან კონკრეტული ვენის კონვენციით განსაზღვრული და სხვა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობა. ელჩი ატარებს სხვა ქვეყნის პოლიტიკას იმ ქვეყანაში, სადაც არის, ოღონდ ემუშავება პირველ რიგში ხელისუფლებას. ელჩი არ ემუშავება ოპოზიციას. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაც კი არის პრობლემა. აბა სადოს საქართველოს ელჩმა სადმე ჩავიდეს და დაიწყოს უბრალოდ შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებთან, ხო? ეს იქნება სკანდალი და დაიბარებენ და ურთაც აუწევენ. როგორც ყველა ქვეყნის ელჩი, ჩვენი ქვეყნის ელჩსაც. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. ერთს დავამატებ. კიდევ ერთი დეტალია, ანუ რატო ჩაერთვენ ელჩები რა. აი ელჩებზე მინდა. დასავლეთს ქონდა საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტი იყო NGO სექტორი. რომელთაც ის ახორციელებდა თავის პოლიტიკას. სამოქალაქო სექტორი, ესე ეძახდა. სიწმინდე. პროგრესული აი რაღაცა არ ვიცი ქართველობა რა. ნამდვილი ქართველობა. ნამდვილი ქართველობა. ლამაზები, ევროპელები ხო და ნათელები და რაღაცები ხო და გრუზინები არა. ოღონდ ეს სექტორი აღმოჩნდა კორუმპირებული, უნარო და აბსოლუტურად არაფერს გავკეთებელი. კი ბატონო. ამიტომაც მათ უკვე მიაჩნია აი ამაში კი ბატონო. უკვე ბოლო ერთი ანუ მე მეგონა რომ NGO სექტორის მერე გაჩერდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს უკვე იმდენად გადავიდნენ ზღვარს, რომ აი ელჩების ამუშავება. აი უყურე